აქ პირველ პლანზე არის ახლა ექიმი ბუნებრივია, ღმერთი არ არის. მშიერი ექიმი, როდესაც არის, ის ფიქრობს სულ სხვა რაღაცაზე. ექიმო თუ არა ვარ საოპერაციო, ტყუილა ნუ გამიკეთებ ისე მოგცემ 5 ტომას. ვიშვერთ ხელს ქალისკენ. კრეატიულად უნდა შეხედოს ადამიანმა ამ ოპერაციას და არა ისე რაღაცა გაიდლაინიდან ან სახელმძღვანელოდან დაზეპირებული. მანქანა ავარიას არ აკეთებს. ავარიას აკეთებს მძღოლი. მოგესალმებით ისევ პირველი სამედიცინო პოდკასტიდან, ისევ მე და დათო წამყვანები. მოგესალმებით. დღეს არის გიგან მასპინძელი და ჩვენი სტუმარია მედიცინის დოქტორი ბატონი რამაზ ჩარიქიშვილი, რეპროდუქტოლოგი და რა ვიცი, რეგალია შემიძლია ჩამოვთვალო დაუსრულებლად. ნელ-ნელა, ვინც არ იცნობთ და არ მგონია რომ ბევრი იყოთ ასეთი, ნელ-ნელა გაგეცნობათ ბატონი რამაზი, რა თქმა უნდა. და წინასწარი მოთელვითი საუბრის შემდეგ მე დავწუნდი რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გველოდება. ისეთ საინტერესო თემები გამოიკვეთა და. კი, ჩაწერამდე იმდენი ვისაუბრეთ, რომ მე გადავწყვიტეთ, რომ მოდი გავჭიროთ. შემოვინახოთ რაღაცა პოდკასტისთვის. შემოვინახოთ მეტი ბუნებრივობისთვის, რა თქმა უნდა. ბატონ რამაზ, გვიხარია რომ ჩვენთან ხართ სტუმრად. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ გაიხარეთ. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენ მაყურებელს, ვინც გვისმენს. მე პირველად ვარ ამ ამპლუაში, ტელევიზიაში ხშირად მიწევს ხოლმე გამოსვლა, მაგრამ აი ესეთი უშუალო და არა მხოლოდ სამედიცინო თემატიკაზე, მართალი რო გითხრათ, პირველად ვარ. ძალიან გვიხარია, ჩვენთვის დიდი პატივია და პირველ კითხვას სვამ ხოლმე ტრადიციულად მე. და ამით რაღაც სტატისტიკას ვაგროვებთ, მოკლედ ფორ ჰოსპიტალში და მე და დათო განსაკუთრებით, რომ აი რატომ გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით ექიმი და ნუ მერე შესაბამისად, რა თქმა უნდა, თქვენი კონკრეტული მიმართულებით რატომ წახვედით? კი ბატონო, ეს ყველაზე მარტივი კითხვა, იმიტომ რომ მე პრაქტიკულად დინასტიურად ექიმების ოჯახიდან ვარ. გასაგებია. ჩვენ სტატისტიკას ვაკეთებთ უკაცრავად ბატონო რამაზ. ესე იგი, ვინ გახდა ოჯახის გავლენით, ვინ გაყვა ამ გზას და ვინ ვიზე არ ქონია არანაირი გავლენა და მე მგონი ჯერ ოჯახი ლიდერობს. კი, ოჯახი. თუ არ ვცდები. ხო, თუმცა აქ ახლა მარტო ოჯახის გავლენა არ იყო, აქ უფრო სურვილი იყო იმისი, რასაც მე ვხედავდი, რა პატივისცემაში იყო მამაჩემი, დედაჩემი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ესენიც თავის მიმართულებით, მამაჩემი გინეკოლოგი, დედაჩემი კარდიოლოგი, თავისი მიმართულებით წამყვანი სპეციალისტები იყვნენ. და სულ ყოველთვის მომწონდა ეს ამპლუა, რომ არის უნდა მიაღწიო რაღაცას. მე ახლა ექიმი თუ ხარ, ექიმი უნდა იყოს ლიდერი პროფესიაში. და არა მხოლოდ ასე ვთქვათ ბუნებით. და სულ ყოველთვის გაოცებული ვიყავი იმით, როგორი პატივისცემაში იყვნენ ხალხისგან, მამაჩემი, დედაჩემი და ამიტომ მე ავირჩიე ეს გზა და შევეცადე რომ თუ არ გამესწრო, არ ჩამოვჩენილიყავი მშობლებს. სასიამოვნო, ხო შორს როლოპარაკობთ და ახლა მეც მახსოვს დედაჩემს და მამაჩემს ექიმები იყვნენ და აი ეს პატივისცემა ძველი ექიმების რაღაცა მგონია რომ ბევრად განსხვავდება ეხლა რაც ხდება იმისგან. აი ძალიან დიდი მეც არ ჩამოგრჩებით ათა და ხო ჩემი მშობლებიც არიან ექიმები და თან ქუთაისში 90-იან წლებში როცა მე ბავშვი ვიყავი მახსოვს თქვენ ახსენეთ სიტყვა დაფასება თუ სწორად მივხვდი ხო მე ვიტყოდი რომ უფრო რაღაც სიყვარული აქვს ექიმების მიმართ თავიანთ მქონდათ ყოველ შემთხვევაში მე ასე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან იმიტომ რომ მაშინ ცოტა სხვანაირად იყო მოწყობილი დროება ესე ვთქვათ და სულ სხვა რაღაც ფასეულობები იყო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით მაგას აქვს თავისი ახსნა და რამდენიმე ფაქტორი არსებობს ამისო პირველი ეს არის ჩვენი ექიმების ბრალი იმიტომ რომ 90-იან 95 წლებში როცა დაიწყო კლინიკების გარემონტება ასე ვთქვათ იმ ნორმალური ადამიანური პირობების შექმნა სამედიცინო დაწესებულებაში ეს ჩვენ რატომღაც აღვიქვით რომ რაღაცა სასწაულს ვაკეთებთ ეს არ იყო სასწაული აქედან წამოვიდა ისეთი ტერმინოლოგია როგორც სამედიცინო მომსახურეობა და სამედიცინო სერვისი არა ბატონო სამედიცინო სერვისი თავაზობს კლინიკის მენეჯერი. იგივე ყავის აპარატები, სისუფთავე და ასე შემდეგ. ექიმი არც ემსახურება არავის. ექიმი ეხმარება, დახმარება. და როდესაც პაციენტის ყურში მოხვდა ეს სიტყვა მომსახურეობა და სერვისი, უკვე ჩვენ ექიმებს
შემოგვხედეს ისე როგორც აი თქვა არ ვიცი ახლა არ მინდა არც ერთი დარგის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ აი როგორც თქვა იგივე რაც ხდება სალონებში და ასე შემდეგ, ხო? ექიმი მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება, ხო, ეხმარება პაციენტს, რომ გამოაჯამთელოს. გარდა ამისა, მეორე ფაქტორიც არის ეს, ამას ვერ გავექცევით ვერსად. მეცნიერება უკვე საქართველოში კაიხანია აღარ არის იმის მერე, რაც პრაქტიკულად ყველა სამედიცინო კლინიკა გასხვისდა და ეგეთი რამე მე მაგალითად არც სოფლიოში არ ვიცი, რომ 100%-ით კერძო იყოს და სამედიცინო დაწესებულება. ამანაც თავისი გავლენა იმოქმედა იმაზე, რომ თვითონ პროფესიონალები, თვითონ ექიმებიც არ არიან იმ სათანადო დონეზე, როგორც უნდა იყვნენ ალბათ. ხო, თუმცა რასაკვირველია არიან ათეული და არა მხოლოდ ათეული ჩემი კოლეგები, რომელიც ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას, პროფესიონალურ პატივისცემას, ადამიანურ და ასე ვთქვათ, მაგათ უჭირავთ კიდე მედიცინა საქართველოში, ისე რომ მაგალითად ახლა ჩვენ გინეკოლოგიაში ნამდვილად არ ჩამორჩებით, ეს მე სრული პასუხისგებლობით მინდა გითხრათ, ნამდვილად არ ჩამორჩებით არც ერთ განვითარებულ ქვეყანას, იმიტომ რომ რაც კეთდება სხვაგან კეთდება ის არც. ანუ გინეკოლოგია არის ის შეიძლება ითქვას მედიცინაში ერთ-ერთი სფერო და ერთ-ერთი მიმართულება, როდესაც პაციენტს არ უწევს გინეკოლოგიური პათოლოგიის დატოვა ქვეყნის და წასვლა სხვაგან. ეს მართლა საამაყოა და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის თქვენ. ყავს წამყვანი გინეკოლოგები ბატონი რამაზით დაწყებული, რა თქმა უნდა, ძალიან ასე თქვა მოწინავე ტექნოლოგიურადაც, აი ფლობა თვითონ ტექნიკური აღჭურვილობა ელემენტარულად ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ტექნიკის ფლობა ექიმის მიერ, რა ვიცი, დიაგნოსტიზირებიდან დაწყებულ ხმნელობამდე სრული სერვისი შეიძლება საქართველოში ჩატარებულ იქნას. მე მგონია რომ დღეს ძალიან დიდ საქმეს აკეთებს თქვენც და თქვენი კოლეგებიც მართლა. უბრალოდ რაღაც მომენტში მგონია რომ ცოტა შეიცვალა ცხოვრების სტილი ადამიანების ზოგადად, იმიტომ რომ ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა დროის დაჩქარებამ ეგრეთ წოდებულმა რა დროის დაჩქარება გამოიწვია ინფორმაციის გაცვლის სისწრაფემ. ყველა დაკავებული გაგვხატა ესე მგონია და რაღაც ამ მომენტში ის ცოტა ადამიანური მომენტები დაიკარგა. მე ასე ვფიქრობ და რაღაცა ეს ამის დეფიციტი მე მაქვს, თუმცა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ჩვენი უდიდესი პატივისცემა ყველა თქვენ კოლეგას იმ ადამიანებს ვისთანაც ჩვენ ყოველდღიურად თამაშობთ და მართლა მგონია რომ მართლა დიდ საქმეს აკეთებენ. უბრალოდ ვისურვებდი მე ტემპათიას. ეგ არის ანუ მე რას ვფიქრობ დათო იცი კიდე აი ეს გინდა არ გინდა წყობა შეიცვალა ხო კაპიტალისტური წყობაა და ბატონმა რამაზი ძალიან სწორად ახსენა 100%-ით მართლაც პრაქტიკულად 100%-ით ეს სფერო გადაიქცა ბიზნესად რა ანუ აქ რა თქმა უნდა ეს არ არის ყველაზე ნაკლებ დამნაშავე ჭყალებში ექიმები არიან მაგრამ რეალობა ეგ არის რომ ეს სფერო არის მთლიანად ბიზნესი და ну am შესაბამისად რატო ამანაც გამოიწვია ეს დამოკიდებულების აქ ვერ შემიძლია არ ჩაგერთოთ ის ექიმი რომელიც თავის საქმეს უყურებს როგორც ბიზნეს მე როგორც მხოლოდ ბიზნესი მხოლოდ როგორც ბიზნესი მე არ მიმაჩნია ის ექიმი იყოს ასე ვთქვათ ან საპატივცემო ან რაღაცა და ვერც მიაღწევს ვერაფერს ის ექიმი რომელიც გამოკიდებულია მედიცინაში მხოლოდ ბიზნეს. იმიტომ რომ აქ პირველ პლანზე არის ახლა ექიმი ბუნებრივია ღმერთი არ არის და ასე ვთქვათ ყველაფრის გამკეთებელი და დამძლე ვერ იქნება სხვა შემთხვევაში ჩვენ სიკვდილი გვექნებოდა დაძლეული ხო? მაგრამ მაქსიმალურად ის რაც ჩვენ კომპეტენციებშია და ის რაც ჩვენი შესაძლებლობაა და ადამიანური რესურსი სამედიცინო ის უნდა კეთილსინდისიერად მოვახმაროთ და დავახმაროთ პაციენტს. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის რომ იგივე ახლა მაგალითად აი ეს ოპერაციებს რასაც მე ვაკეთებ ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ოპერაციისათვის ოპერაცია უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ არა მხოლოდ ის პრობლემა იმ პრობლემა რითიც მოვიდა და ეხმო არამედ საერთოდ შენი ოპერაციის შემდგომაც უნდა ადამიანი ჯანმრთელად გრძნობს თავს და არ უნდა იყოს რაღაცა სხვა ეს ჩემი ღრმარწმენა არის მაგაში იმიტომ რომ თუ კეთილსინდისიერობა ექიმმა არ გამოიჩინა იქ მედიცინა უკვე დამთავრებულია. თუმცა რასაკვირველია, მე ვერ ვიქნები იმისი მომხრე, რომ ექიმს არაფერი არ ჭირდება და ერთ რამეს გეტყვით, მშიერი ექიმი ყველაზე საშინელი რამ არის. მშიერი ექიმი, როდესაც არის, ის ფიქრობს სულ სხვა რაღაცაზე, სახში რაც აიყოს, ბავშვს რა მიუტანოს, ის არ ფიქრობს თავის განათლებაზე. ის არ ფიქრობს იმაზე, რომ წინ წავიდეს. აქედან გამომდინარე
მე სულ უყურებ ექიმს გარდა იმისა, რას ლაპარაკობს, რას საუბრობს, რას წარმოადგენს. იმასაც უყურებ, რა აცვია, როგორ აცვია და რა, იმიტომ რომ თუ ნახე რომ ექიმი გაჭირებულია, მე იმაში უკვე მეტნაკლებად დობა მეკარგება, იმიტომ რომ ის იმისი ორიენტაცია უკვე სხვა მიმართულებით არის. ის აგერ ქუთაისურ ანეკდოტს გეტყვით, ექიმო თუ არა ვარ საოპერაციო, ტყუილა ნუ გამიკეთებ ისე მოგცემ 5 თომას. ხო, არ უნდა მივდიოდეთ, ამიტომ მედიცინა პროფესია იმდენად რთული რამ არის, იმისთან რთული მიმართულებაა და მით უმეტეს ხირურგია, რომ ეს პროფესია უნდა იყოს დაფასებული, არა მხოლოდ ადამიანის მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც. და ექიმი უნდა ღებულობდეს იმ თავის ცოდნასთან შეფარდებაში ადეკვატურ იმიტომ რომ ხო, აი ვერანაირად ვერ გეტყვი, აი რა არის, სულ ყოველთვის მაგალითი მოყავს ასეთი რამე. კი, რასაკვირველია ხალხი მძიმე მდგომარეობაშია სოციალურად და ასე შემდეგ, ეს რასაკვირველია, ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, მაგრამ დღეს მედიცინა არის მაღალტექნოლოგიური. ანუ დაახლოებით 60% დამოკიდებულია უკვე აპარატურაზე. კი ბატონო. მთელი მედიცინა დაწყებული გინდა ენდოსკოპიური მიმართულება და ასე ეს უკვე ის პერიოდი არ არის, როდესაც 80% მოდიოდა ადამიანთა რესურსზე. აქ უკვე შეიცვალა ეს პროცენტული და ცოდნა გამოცდილებაზე. ახლაც სჭირდება ცოდნა გამოცდილება, იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიებს ვერ მართავ მაგის გარეშე. მაგრამ როდესაც ტექნოლოგიები არის დამოკიდებული ტექნოლოგიებზე მედიცინა, ვერანაირად ვერ შევთავაზებთ ჩვენ მაღალხარისხიან მედიცინას, რომელიც დამოკიდებულია ტექნოლოგიაზე, ასე ვთქვათ, არაადეკვატურ ფაში. ვერანაირად. მანდ უკვე თაღლითობაა. იმიტომ რომ აი მარტივი მაგალითი, აი ეს ტელეფონი, ხო? ვერანაირად საქართველოში ვერ იქნება 100-ჯერ და 1000-ჯერ იმაზე ნაკლები ღირებულების, ვიდრე იმ ქვეყანაში, ვინც აი ამ ტელეფონს უშვებს. კი ბატონო. ხო, ელემენტარული ლოგიკაა. ამის დასამოწმებად ეხლა რაც ექიმზე ისაუბრეთ ბატონ რამაზ, მე წამიკითხავს ესეთი რაც, აი ძველ ეგვიპტეში, რასაც ქვია, საიდანაც მოდის მედიცინა საბერძნეთში თქვათ, ექიმი იყო ყოველთვის მდიდარი ადამიანი. ოღონდ მე კი ამდიდებოდა ეს ეხლა მაშინ როგორ იყო რა პრინციპები, ეხლა ჯერ მაშინ ხო სასწაული იყო ექიმობა და იშვიათი იყო და თვითონ წარმომავლობით იყო რა, დიდგვაროვანი მდიდარი და ანაზღაურებას ის არ იღებდა. რაც ესეთია რა. ანუ გამორჩეული ელიტარული ფენა იყო, ოღონდ ის წარმომავლობით იყო მდიდარი რა. ანუ არ ჭირდებოდა აღება და ის, ну რაღაცა ეს ну ფაქტობრივად ღმერთთან გათანაბრებული პროფესია იყო, ეხმარებოდა კი ბატონო, მე ახლა მინდა რომ ახლა არასწორად რო არ გამიგოს თქვენო მაყურებელმა, მე არა მაქვს საუბარი სიმდიდრეზე და ექიმი გინდა თუ რა მდიდარი უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში ახლა ექიმი ბიზნესმენი ნამდვილად არ არის. მაგრამ მე რომ დავეხმარო პაციენტს, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად, გამოვიყენო მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები, ხო? და იყოს ის როგორც წესი ძირითადად ისინი ერთჯერადებია. ანუ მე რო ყველაფერი ის დავიცვა, რაც უნდა დავიცვა, ეს ვერანაირი მათემატიკი და ვერანაირი ბუღალტერიით ვერ იქნება ის, რაც ახლა ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ვერანაირად ელემენტალურად. ამიტომ ეს მე რაზე აისახება? კი, ექიმი გააკეთებს თავის რაღაცას, გაიჭირებს იმას და დაამთავრებს იმ ოპერაციას, მაგრამ მეტნაკლებად ეს და გარკვეულწილად აისახება თვითონ ხარისხზე. რა თქმა უნდა. ოპერაციის ღირებულების. და თვითონ თქვენს მიმართულებას რო დაუახლოვდით, რატო რეპროდუქტოლოგია და რატო ეს მიმართულება, რატო გინეკოლოგია, აი იცით რა, საინტერესო მიმართულებაა, დიდი დარგია, მან პერსპექტივა გაცილებით მეტია, ვიდრე ვთქვათ, მშრალად გინეკოლოგია, მე ან გინეკოლოგია რო ავიღოთ, იმიტომ რომ როდესაც მე დავიწყე რეპროდუქტოლოგიაში მოღვაწეობა, მაშინ მაგალითად ხელოვნური განაყოფიერება მხოლოდ და მხოლოდ იწყებდა რაღაცა, ასე ვთქვათ, ხო, დღეს უკვე ეს საკმაოდ ისეთი განვითარებული მიმართულებაა და საკმაოდ ბევრი ბავშვი გაჩნდა ამ მეთოდით. და არა მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერება, თვითონ რეპროდუქტოლოგია მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას მედიცინაში დაწყებული თვითონ გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანდროლოგია, ანუ ეს არის კომპლექსური.
ანუ აქ ასე ვთქვათ, ტვინის გაქანების საშუალება იქ იმის გაცილებით უფრო მეტი აქვს მოწყენის საშუალება ხო, არ გაქვს. მოწყენის საშუალება არ გაქვს და თან უდიდესი ბედნიერება, როდესაც ხედავ, რომ აი ახალი სიცოცხლეს ერთი წვილი, რომელიც ასე ვთქვათ დაოჯახებულია, ბავშვი არ აყავს და დახმარებით, ექიმის დახმარებით ეს ბავშვი შეეძინება ოჯახში, ეს საკმაოდ ისეთი ვითომ ეხლა მაღალფარდოვანი სიტყვები ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ბედნიერება ექიმის. რა თქმა უნდა. ამიტომ ეს მიმართულება აგვირჩია. ბატონო რამეს, აი ყველაზე ესეთი გავრცელებული მითი რა არის რეპროდუქტოლოგიაში, აი მითი რომელიც არასწორია ამ ხო, ხო. რომ აი მოდიან რაღაც თავშოთ წყვილს აქვს შეიძლება რაღაც შექმნილი, რომ იცი რა არის, აი ამის გამო ვერ ვორსულდები სიტყვაზე უთქვამს ქალს და თქვენ გითხოვთ რომ არა, ეგ არაფერ შუაში არ არის. ცოტა სხვანაირად. ცოტა სხვანაირად. ხო, არა, მითი ახლა როგორ გითხრათ, მედიცინაში ძალიან ბევრი მითებია, რომელიც ასე ვთქვათ, ჭკვიანი დაქალები რო იქნებიან ჭკვიანი სამეზობლოში. სულ ყოველთვის მაგას გამოცდილები ასე ვთქვათ, ხო, ათესაობაში კი ბატონო. რა არის ეცეთ ძირითადი პრობლემა რა ხდება საქართველოში? რატომღაც ჯერ ჩვენ იქიდან ვერ გამოვედით იმ სიტუაციიდან, რომ უშვილობის პრობლემა ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ ქალს. ანუ თუ რაღაცა შვილი არ არის ოჯახში და ასე ვთქვათ, სასურველი სიხარული ჯერჯერობით არ არის მაშინ ოჯახში, რატომღაც ჩვენ მამაკაცები ვიშვერთ ხელს ქალისკენ. კი, იყო ასეთი პერიოდი, დაახლოებით 20-25 წლის წინ, როდესაც სტატისტიკურად ქალის უნაყოფობა უსწრებდა მამაკაცის უნაყოფობას. კი ბატონო, მაგრამ დღეს შეიცვალა, რადიკალურად შეიცვალა ეს სტატისტიკა და თუ არ გაუსწრო, გაუტოლდა მამაკაცთა უნაყოფობა. რატომ? იმიტომ რომ ეს სტრესი ასეთი რიტმით ცხოვრება, რითიც ხო, ცხოვრების წესი, რითიც ჩვენ ახლა მამაკაცებს გვიწევს ცხოვრება და მუშაობა, ეს ბუნებრივ აისახა იგივე სპერმოგენეზზე, იგივე მეცაც გეტყვით 30-35 წლის ბიჭები ძალიან ბევრი არიან, რომელსაც პოტენცია აქვთ უკვე დაქვეითებული. ეს ძირითადად იმდენად ორგანული არ არის, რამდენად არის ასე ვთქვათ ემოციებიდან და სტრესიდან ნევროლოგიური მიმართულებიდან გამოწვეული. და როგორი და ამიტომ ეს რა არის იცით, მე სულ ყოველთვის უხსნი, როდესაც მოდის წვილი, რომ აუცილებლად კი მამაკაცმაც უნდა გამოიკვლიოს და იქნებ მარტო მიზეზი ქალში არ არის და მამაკაცშია და ეს უნდა სულ როდესაც უნაყოფობას ვკურნალობენ როგორც ქალი, ისე მამაკაცმა უნდა ჩაიტაროს სრული გამოკვლევა იმისა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე არ იყოს, ასე ვთქვათ. შეიძლება ორივეზე იყოს, ორივესთან იყოს პრობლემა, ხო? შეიძლება მამაკაც კონდეს საერთოდ პრობლემა და ქალს არანაირი პრობლემა არ აქვს, ხო? ამიტომ ანუ ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება მაინც არსებობს, ხო? ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება მეტნაკლებად მაინც არსებობს. ეს ძირითადად მაინც მამაკაცებში არის, ხო? ალბათ ეს მენტალიტეტი, რომ რა შეიძლება მე რა შეიძლება მომივიდეს, მე ხარივით. კი ბატონო, აი იგივე ახლა ინფექციური, გენიტალური ინფექციები რო ავიღოთ, ხო? ახლა ელემენტალური სოკოვანი დაავადება, იგივე ტრიხომონიაზე, იგივე რაღაცა ასეთი ვთქვათ ინფექციური დაავადება, რომელიც ასე ვთქვათ ხალს პატარა გამონადენით უკვე აქცევს ყურადღებას, რომ რაღაცა არ არის ისე, როგორც უნდა იყოს და მიდის ანალიზის ასაღება და ხდება იქ, რომ ამოითეს ან სოკოვანი დაავადება, ან ბაქტერიები, ან რამე ინფექცია, ხო? იგივე დოზირებით მამაკაცს რო კონდეს, ან ადჯერ მეტი. მამაკაც არ აქვს არანაირი კლინიკური ნიშნები. და როგორც წესი ხდება ხოლმე, კაცო, მე არაფერი არ ამჭირს, ხალო მიდი და შენ მიხედე შენ თავს, მე კარგად ავარ. აი მამაკაც უკვე პრობლემა რო ეწყება, ეს უკვე ძალიან შორს წასული მდგომარეობა. და ხშირად ხდება ხოლმე რა, ან ექიმს დაავიწყდება, ან თვითონ დაუდევრობის გამო პაციენტის. ქალი იწყებს კურნალობას, მამაკაცი არ. და არ უშედება. გაივლის რაღაცა პერიოდი ჩაიტარებს კურნალობას, მოდის აიღებს ნაცვლს იგივე. თქვენ დალოცული შვილებო, თუ ერთად ცხოვრობთ, არ არსებობს რომ ქალს კონდეს პრობლემა და მამაკაც არ კონდეს. ეგეთი რამე შეიძლება მამაკაცი არ კურნალოს. არ კურნალობენ, ხო, მართალია. კი. არის ეგ. ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში თუ კი რაიმე მოწინავე ტექნოლოგია არსებობს, თუ არის საქართველოში დანერგილი, იმიტომ რომ მე რაც მაქვს ინფორმაცია, ალბათ ძირითადი ნაწილი თანამედროვე ტექნოლოგიების არის. თქვენ როგორ შეაფასებთ? მე ასე გეტყვით, გინეკოლოგიაში აბსოლუტურად ყველაფერია.
აბსოლუტურად ყველაფერია, ჯერ კიდევ 91 წელს ჩვენ დავნერგეთ ლაპარასკოპიული გინეკოლოგია საქართველოში, ეს ჩვენ დავნერგეთ ჟორდანეს სახელობის ინსტიტუტში. მაშინ სხვათა შორის საინტერესო რამ მოხდა ეს ენდოსკოპიური აპარატურა ამერიკელებმა გვაჩუქეს გუმანიტარული დახმარების 91-12 წელია, დიახ. გვაჩუქეს გუმანიტარული დახმარების სახით. ავტომატებით დარბოდა ხალხი. ხო, დიახ, მაგაზეც გეტყვით სხვათა შორის. და იყო ის ინსტრუმენტები მხოლოდ მოწოდებული გუმანიტარული წესით, რომელიც ასე ვთქვათ, ჩვენ გვეხმარებოდა ქალთა სტერილიზაციაში, ხირურგიულ სტერილიზაციაში, კვერცხსავალი მილების გადაკეთვაში. ანუ აი ამ ეგედით იყო, ასე ვთქვათ, გადმოცემული ამერიკელების მხრიდან გუმანიტარული. კი, უდიდესი მადლობა ამერიკელებს, რომ ესეთი დახმარება გაგვიწიეს, მაგრამ მე მაშინ ახალგაზრდა ექიმი ვიყავი, 25-26 წლის ვიყავი, არასოდეს არ დამავიწყდება. ჩემ პროფესორს ცნობილ ედუარდ ვეინბერგს შევეკითხე, რომ მე ნახე მეთქი, რომ ამ ინსტრუმენტებით არის ინსტრუმენტები, რომელიც სხვა ოპერაციებით შეიძლება გაკეთდეს, გარდა იმისა, რომ მილები გადაიკეთოს ქირურგიულად, ხო? და რატომ გვაჩუქეს მხოლოდ ეს ამერიკელებმა? იმან მაშინ სხვათა შორის ისეთი ფრაზა მითხრა და ისეთი რამ მითხრა, რომ მაშინ სხვათა შორის მეწყინა, იმიტომ რომ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ეს იმიტომ რომ ამაზე რომ შენაირები არ გამრავლდნენო და მე რაც უფრო ასაკში შევედი და რაც უფრო დავფიქრდი ყველაფერზე, მე მივხვდი რას გულისხმობდა და რას გულისხმობდა? აი მესამე ქვეყნებში ჰქონდათ პოლიტიკა ასეთი, რომ მესამე ქვეყნების განვითარება, დემოგრაფიული განვითარებაში, ანუ მაშინ იყო რომ საქართველოში შემოვიდა ჩვენ ბატონო, აი ეს რას გითხარით, მაშინ იყო რომ საქართველოში შემოვიდა პრეზერვატივები, კონტრაცეპტივები, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს საქართველოს კი არ შეიძინა, ეს გუმანიტარულად გვაჩუქეს, ანუ მიზნობრივი, ასე ვთქვათ, შორს გახედული პოლიტიკა იყო მაშინ სხვათა შორის. ხვდები შენსაც. ენდოსკოპიას შევეხეთ, ესე რომ ვთქვათ, ბატონ რამაზი მახსენა. ჩვენც ესე რომ ვთქვათ, არა ვართ შორს ამ ჩვენ როგორც კომპანია, ასე ვთქვათ, სფეროდან და ესე რომ ვთქვათ, თავის დროზე, ალბათ ეს იყო 2011-12 წელი, როცა ჩვენი შეხვედრას და ბატონ რამაზთან ჩემი სტუმრობა ზუსტად ამ სფეროს ეხებოდა, ესე რომ ვთქვათ. და უბრალოდ ბატონ რამაზ, თქვენგან ძალიან კარგი და საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომ ენდოსკოპიის და მის როლზე, რომ ორიოდე სიტყვა გითხრათ, რამდენად კარგი რამეა, ესე რომ ვთქვათ, ეს განსაკუთრებით კიდე გინეკოლოგიაში, რა თქმა უნდა. ამას სხვათა შორის უკვე 32 წელია ამაზე ვსაუბრობ. ადრეს ძალიან ხშირად მიწევდა ამ თემაზე საუბარი, როდესაც ჩვენ მოსახლეობას ვაცნობდით, რას წარმოადგენს ენდოსკოპიური ხირურგია. თუმცა დღესაც არის კიდე ნაწილი საზოგადოების, რომელმაც არ იცის ეს რა არის. ეს არის, მოდით ასე გითხრათ, რომ ეს არის 21 საუკუნის ხირურგია. ანუ დღეს მაგალითად თავდაპირველად აი მაშინ 91-12 წელს ლაპარასკოპი ატარებდა მხოლოდ სადიაგნოსტიკო კვლევით ჩვენებას. ანუ ჩვენ ჩავიდოდით მუცლის ღრუში, დავსვავდით დიაგნოზს, ну აი ვთქვათ მაგალითად საკვერცხის კისტა, ხო, ან გარეორსულობა. მერე უკვე დაისვა დიაგნოზი და გადავდიოდით მუცელ კვეთაზე და ისე ვაკეთებდით ოპერაციას. კი ბატონო. ათვალიერებთ. ხო, დღეს საბედნიეროდ მასე ნამდვილად არ არის და პრაქტიკულად გინეკოლოგიაში არ დარჩა არც ერთი მიმართულება და ნოზოლოგია, რომელიც ლაპარასკოპიულად არ კეთდება. ერთადერთი არის საკვერცხის კიბო, რომელიც არ არის ჩვენება და ვერ იქნება кайხანი, რომ ეს გაკეთდეს ლაპარასკოპიული მიდგომით. იმიტომ რომ მანდ არის სხვა რაღაც მიზეზები, რატომ არა. და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ სრულდება. ტექნიკურად სრულდება. ბევრი მოგვიწია ჩვენ, ასე ვთქვათ, მაშინ მაგ პერიოდში იგივე საკმაოდ ცნობად ქირურგებთან ბრძოლა ჭყალებში იმისა, რომ დაგვემტკიცებინა, რომ ეს კაი რამ არის. დაგიხსნით, რატომ არის კარგი. იმიტომ რომ ნებისმიერი ოპერაცია არის შოკი და სტრესი ადამიანისთვის. ეს გინდა პატარა ოპერაცია იყოს, გინდა დიდი ოპერაცია იყოს, ეს არის სტრესი. ლაპარასკოპია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პირველი მცირე ინვაზიური ჩარევით, ანუ მცირე ჩარევით
გავაკეთოთ ის მასშტაბური ოპერაცია, რაც უნდა გაგვეკეთებინა ტრადიციული გზით, როცა კეთდება, ხო, დიდი განაკვეთით. ნუ დავიწყოთ ელემენტალურად. პირველი, ეს კოსმეტიკური დეფექტის არარსებობა. ეს ერთი. მეორე, მცირე გოსპიტალიზაციო დღე. ანუ დილით გაკეთდება ოპერაცია, მეორე დღე შეგიძლია ბედნიერად სახლში პაციენტი გაუშვა. დროულად ჩადგება პაციენტის იმ რიტმში ცხოვრისებული წესის, რითიც იყო სანამ გაიკეთებდა ოპერაციას. ეს რას ნიშნავს? ეს სახელმწიფოსთვის ნიშნავს იმას, რომ პაციენტი, ანუ რომელმაც ჩაიტარა ოპერაცია, დროულად უბრუნდება სამსახურს და დროულად აგრძელებს მსახურებას ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ხო? ეს დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. გარდა ამისა, როდესაც ლაპარაკი არის უშვილობაზე, აი მოყოლეთ ლაპარასკოპია არ იწვევს შეხორცებითი პროცესს. როგორმა კარგმა ხირურგმაც არ უნდა გააკეთოს მუცელკვეთა ოპერაცია, ეს არის ქირურგიის კანონი, სადაც ხირურგი ხელს მოკიდებს, რასაც მოკიდებს, იქ ხდება მიკროდაზიანება, რომელიც ბუნებრივია იწვევს მერე შეხორცებითი პროცესს. კვერცხსავალი მილები ქალის, ეს არის ყველაზე ფაქიზი ორგანო ქალის ორგანიზმში, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხდება მაგ შეხორცებითი პროცესში. და ანუ რა ხდება? აი თქვათ მოვიდა ქალი, რომელსაც აქვს საკვერცხის კისტა, ტრადიციული გზით გაკეთდა ოპერაცია, ანუ მუცელკვეთით, წინვალედ შესრულდა ოპერაცია, მაგრამ ეს პრობლემა აღარ აქვს. მაგრამ დაემართა სხვა პრობლემა. საშვილოსნოს კვერცხსავალი მილების გაუმოვლობა შეხორცებითი პროცესის გამო. ეხლა ის ქალი რითი იქნება უშვილო საკვერცხის კისტიდან გამომდინარე თუ კვერცხსავალი მილებისთვის, იმ რეზულტატი ერთია, ხო? ანუ ერთს ვაკეთებთ, მეორეს ვაფუჭებთ. ამიტომ ლაპარასკოპია დღეს, ეს არის რევოლუცია ხირურგიაში, იმიტომაც უწოდებენ მაგას 21 საუკუნის ხირურგიას. გარდა ამისა, არის ასე ვთქვათ, უშვილობა, როდესაც ვითომ აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან კარგად აქვს ქალს და მამაკაცსაც. ანუ ციკლიც რეგულარულია, გორმონალური დარღვევები არ არის, მაგრამ მაინც უნაყოფო რჩება. აი ზუსტად მასეთ შემთხვევებში ლაპარასკოპია არის ოქროს სტანდარტი. იმისათვის, რომ ლაპარასკოპია ადგენს იმ მიზეზს, რაც სხვა ნებისმიერი სხვა კვლევით არ ჩანს. და არა მხოლოდ ადგენს, არამედ იქვე შეიძლება ამ ყველაფრის ასე ვთქვათ კუპირება და გაკეთება. აი ყოფილა ისეთ შემთხვევა, რომ ყველაფერი ეს რიგში ყოფილა ქალის შემთხვევაში, სტაკაცის შემთხვევაში. ლაპარასკოპიული კვლევაც ჩატარებულა და აი მაინც მიზეზი არ ჩანს რა, აი. რასაკვირველია, ეგეთი რამეებიც ხდება, მაგას უცნობი მიზეზის გენეზის უშვილობას უწოდებთ ჩვენ. თუმცა საკმაოდ ისეთი მე პირადად ახსნა ამისთვის ამაზე არ მაქვს. ნუ შეიძლება კი რაღაცას მივთანაგოთ, თქვათ იგივე ენდომეტრიოზის არსებობას. მაგრამ აი ჩავედით მუცლის ღრუში ლაპარასკოპიულად, არანაირი ყველაფერი წესრიგში ამილები, გადასარევი, საკვერცხი გადასარევი, ხილული ასე ვთქვათ ენდომეტრიალური უბნებიც კი არ ჩანს. თქვათ რაც რომელიც შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს უშვილობისა. ხდება ელემენტალურად დუგლასის ფოსოსი, ანუ საშვილოსნოს უკანა სივრცის ელექტროდესტრუქცია, ანუ მოწვა და ის პაციენტი ფეხძიმდება. ნუ ამას ახსნა აქვს მხოლოდ ერთადერთი, რომ ენდომეტრიოზი იმდენად შეუსწავლელი ბოლომდე დავადებაა, რომ არ არის აუცილებელი ხილული ენდომეტრიომების ნახვა, რომ დავარქვათ, რომ აქ ენდომეტრიოზია. შეიძლება იყოს აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, უფერავი, უხილული უბნები, რომელიც თვალითაც არ ჩანს, მაგრამ იმისი დესტრუქცია უკვე იწვევს და არღვევს იმ წრეს, რასაც ქვია უშვილობა. რამდენიმე ისეთი საინტერესო კითხვა დამიგროვდა აი თქვენი საუბრის შემდეგ და ორ ნაწილად გავყოფ. პირველი, როგორი იყო თქვენი განათლების გზა? აი ორი სიტყვით რო გითხრათ, რამდენად რთული იყო და თქვათ რა არჩევას მიცემდით დღეს სტუდენტებს? და მეორე კითხვა, რაც ასევე ძალიან მაინტერესებს, თქვენი ესე ვთქვათ, ხედვა ეთიკურ მომენტებთან დაკავშირებით თანამედროვე ტექნოლოგიებში, ხო, არის სუროგაცია, ასე შემდეგ. თქვენი დამოკიდებულება ამ სექტორის მიმართ ძალიან მაინტერესებს. ჩემი განათლების, ასე ვთქვათ, აღმავლობა, მოდი ასე დავარქვევ ამას, საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ მე მომიწია ძალიან ცუდ პერიოდში ეს ყველაფერი. ეს ის პერიოდია, როდესაც პრაქტიკულად იმას, რასაც ვიყავით შეჩვეული, ანუ საბჭოთა კავშირის წყობას ინგრევა, ქვეყანა რჩება დამოუკიდებელია, მაგრამ მათ შორის ვითომ უძლურია იმ პერიოდში, ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება.
ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ინტერნეტი არ იყო ისე ცლად გავრცელებული, როგორც დღეს არის. და მეცაც გეტყვით, მე ძირითადად მომიწია ყველაფრის სწავლა არა მხოლოდ იმ სემინარებზე, რომელსაც გავდიოდი უცხოეთში. ეს დღეს არის ეს გამარტივებული და მარტივად შეუძლია ადამიანს წავიდეს იქ რაღაცა ნახოს. მაგ პერიოდში ეს ისეთი მარტივი არ იყო. და პირდაპირ გეტყვით, სრული პასუხისმგებლობით 70% ყველა ოპერაციების მე ეს მაქვს ჩემით ნასწავლი. ანუ ხო, ჩემი პრაქტიკით. ანუ როგორ არის, იცით, უდიდესი შეცდომა არის ის, რომ ბევრი ფიქრობს, რომ აი ლაპარასკოპიული ოპერაცია ეს რაღაცა სხვა რამეა ტრადიციული ხირურგიასთან ასე ვთქვათ განსხვავებით. უნდობლობა არის არა, უნდობლობაზე არ ვიძახით. თვითონ ექიმები ფიქრობენ, რომ იცით რა, ეს ლაპარასკოპიულად უნდა გაკეთდეს და ლაპარასკოპიულად ასე არ შეიძლება. იცით რა, ტრადიციულ ხირურგიას და ლაპარასკოპიის შორის არის მხოლოდ ერთადერთი განსხვავება. იქ იხსნება მუცელი, აქ მუცელი არ იხსნება. და ამას გონია ბევრი პლუსი. ხო, თვითონ ოპერაცია კეთდება იგივენაირად, როგორც მუცელკვეთის დროს, უბრალოდ დახურულ მუცელზე გრძელი ინსტრუმენტები და ესე გლეხურად გეტყვით. ამიგეთ? ხო, ამიტომ ის ტრადიციები, რაც ხირურგმა უნდა იცოდეს ტრადიციული ხირურგიის დროს, ანუ მუცელკვეთის დროს, ის ჩვეულებრივად უნდა გადმოიტანო ლაპარასკოპიაზე. აი ხლა მაგალითად იგივე ტამპონის გამოყენება. ეს ლაპარასკოპიულ მეთოდში ასე არ არის მითითებული, მაგრამ როცა მჭირდება, რატომაც არა. ეს მარტო ტრადიციული ხირურგიის პრეროგატივა კი არ არის, ტამპონი გამოიყენო და ტამპონი იხმარო დისექციის დროს, ანუ შიშრეების ასაშრეებად. ლაპარასკოპიითაც შეიძლება ამ ყველაფერს. ანუ რა არის ესეთ კრეატიულად უნდა შეხედოს ადამიანმა ამ ოპერაციას და არა ისე რაღაცა გაიდლაინიდან, ანუ სახელმძღვანელოდან დაზეპირებული. როდესაც ხირურგი დაზეპირებულად მიდის ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ არც ერთი ოპერაცია ერთნაირი არ არის. რა თქმა უნდა. ყველას უნდა მიუდგე ინდივიდუალურად. ხირურგს, რომელსაც კრეატიული აზროვნება არ აქვს, ის ვერასოდეს ვერ იქნება წამყვანი ხირურგი თავის დარგში. ის იქნება ჩაკეტილი იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც თვითონ მიინიჭა თავისი არაკრეატიულობიდან და იმ ესე ვთქვათ დაზეპირებული, გადმოწერილი ასე ვთქვათ დოგმებით, ხირურგმა უნდა იქფიქროს კრეატიულად. შესაბამის ალბათობაც უფრო ბევრია, ხო, რასაკვირველია. ამიტომ ეს საკმაოდ რთული გზა იყო მაშინ, ეს ერთი და გარდა ამისა თვითონ ლაპარასკოპიასაც უდომდებად უყურებდნენ საკმაოდ ისეთი ცნობადი ხირურგები, გეტყვით მე და ჭიჭვრიტანის ხირურგიას უწოდებდნენ. და აი რა უნდა დავინახო მე ლაპარასკოპით იმაზე უკეთესად, რაც ახლა ღია მუცელზე ჩანს. ამაზე არის ალტერნატიული ხელით. ამაზე არის ჩვეულებრივი პასუხი. მე სულყავთვის ვეუბნები, იგივე დღეს ხშირად ხდება ხოლმე, რომ პაციენტი იგივე კითხვას მე ასე მითხრეს, აი ხირურგმა რა უნდა ენახოს ლაპარასკოპით, რაც მე ვერ დავინახავ, ღია მუცელზე უკეთესად არა ჩანს. აი ახლა ელემენტალურად, აი მეზობლის ფანჯარაში რა ხდება? თქვენ ჩვეულებრივი არაშეერაღებული თვალით უკეთესად დაინახავთ თუ დურბინდი როა იყოთ? ხო? ძალიან სწორი შედარება იყო. კი, სხვადასხვა. ხო, გიებში. უკვე პირიქით არის. ხო, ამიტომ აი ესეთი პასუხი უკვე ასე ვთქვათ აოცებს იმანდ და უკვე მეორე აი ლაპარასკოპიას აქვს გართულებები. არა ბატონო, ლაპარასკოპიას გართულებები არა აქვს. გართულება აქვს ხირურგს. მანქანა ავარიას არ აკეთებს. ავარიას აკეთებს მძღოლი. გამიგეთ? ამიტომ ხირურგი თუ არ არის მაღალი კვალიფიცირების, იმას გართულება ლაპარასკოპიის დროსაც ექნება და ტრადიციულ ხირურგიის დროსაც ექნება. აქ გართულება მეთოდს არ შეიძლება გქონდეს. ვერ ექნება. გართულება აქვს ხირურგს. რაც შეეხება ეთიკურ საკითხებს, აი სურგაციაზე კითხეთ. იცით რა, ეს მაგაზე ცოტა რთულია გაცემა პასუხი ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ უშუალოდ მე მაგ საკითხით არა ვარ დაკავებული და მართალი რო გითხრა, არც სურვილი მაქვს ვიყო მაგითი დაკავებული. იმიტომ რომ გეტყვით ასეთ რამეს. ხელოვნური განაყოფიერება ეს აუცილებელია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს ხო, გარღვევა მედიცინაში, ეს ეხმარება უშვილო წყვილებს მიიღოს ის სასურველი ბავშვი, რასაც
თქვა სხვა გზით ვერანაირად ვერ აღწევს და არ უჩდებათ, კი ბატონო, მაგრამ რა არის იცით ამ ხელოვნურ განაყოფიერებას, ეხლა მაგალითად მე რო ოპერაციას ვაკეთებ, მე ოფიციალურად ხელშეკრულებაზე ვაწერ ხელს პაციენტთან ერთად. რაზე? რაღაცა გართულება რომ მოხდეს, ჩემი ბრალეულობიდან გამომდინარე, ან წარუმატებლობა ჩემი ბრალეულობიდან გამომდინარე, მე პასუხს ვაგებ მაგაზე. ხელოვნურ განაყოფიერებაში ეს არ ხდება. გამიგეთ? ამიტომ ხელოვნური განაყოფიერება დასრულდა წარმატებით, თუ არ დასრულდა წარმატებით, ექიმი პასუხს არაფერზე არ აგებს. პაციენტი ქვეყნის ფულს იხდის. გამიგეთ? ეს ბადებს ეჭვს და ამისთან მიმართულებით აქ ძირითადად დამოკიდებულია უკვე უშუალოდ ექიმის კეთილსინდისიერებაზე. გამიგეთ და როდესაც ახლა მხოლოდ ექიმის კეთილსინდისიერებაზე, ადამიანის კეთილსინდისიერებაზე, ნუ გავწვირვალდებით მხოლოდ ექიმს, ადამიანის კეთილსინდისიერებაზე ვართ დამოკიდებულები და ამას არანაირი რეგულაცია არ აკონტროლებს სხვანაირად. ეს ბუნებრივია, ვის მოწონს, ვის არ მოწონს, შეიძლება ახლა ბევრმა ჩემმა კოლეგამ თქვას, რომ რას ლაპარაკობ ბატონო, რომ ეს უკვე ხდება ბიზნესი, სუფთა წყლის ბიზნესი. აი ესაა ჩემი პასუხი ხელოვნურ განაყოფიერებას. გასაგებია, მადლობა. თათა გადავიდეთ. ბატონო რამაზ, ცხენზე ჯირითი რას ნიშნავს თქვენთვის? რა არის თქვენთვის, რა პროცესია? ხობი. ეს თემა მოვთელეთ ჩვენ და უფრო მეტად განვავრცელოთ. ეს არის ხობი. ეს არის ხობი. სხვათა შორის ბავშვობაში, ახალგაზრდა ასაკში მაშინ წესით როცა უნდა დამჯარიყავი ცხენზე. ჩემთვის ეს იყო რაღაცა, აი რა ვიცი, ახლა მე რომ მითხრა რომ თვარეზე ხო არ გაფრინდები ბატონო რამაზ. ასეთი რა. შიში იყო თუ? არა, არაფერი შიში არ იყო, ეს მე მიმაჩნდა რაღაცა ისეთი არა ჩაულებრივი მომკლავ ადამიანებისთვის. გასაგებია. და ეს იყო რაღაცა ისეთი მიუწვდომელი და რაღაცა. ფუფუნების. ხო, ფუფუნების საკითხი. გასაგებია. ეს გაგეცინებათ და ეს სურვილი გამიჩნდა 50 წლის ასაკში. არ არის ასოციალო? ხო, არა, სასაცილო იმიტომ არის, რომ მაგ დროს ცხენიდან ჩამოდიან, ზეთკი არ ჯდებიან პირველად. საერთოდ. მაგრამ იმდენად გამიტასდა და სხვათა შორის ოჯახში დამცინოდნენ. რომ ბატონო რამა შემგონი კლიმაქსი დაგეწყო. ცირა მე ყოველთვის ვემეორე, ჩემი კლიმაქსი თუ გამოვლინდება მხოლოდ იმითი. ცხენზე ჯირითი და სხვა რამე არ ვაფრენ ისე როგორც საერთოდ მამაკაცები აფრენენ მეთქი. ეს მისაღებია და აიტანეთ მეთქი რამენაირად. თორემ სხვანაირი გამოვლენებიც აქვს ამ კლიმაქსს მეთქი. ხო. რა არის იცით, მე ეს მაძლევს იმის საშუალებას რომ დავისვენო. განიგვირთოთ. იქ იპოდრომზე, იგივე იქ იმ სპორტსმენებთან, სხვათა შორის ბევრი ჩემი ასაკის არის. თვითონ ვინც ცხენს უვლის, იქ ვარ მე ის, ვინც ვარ. იქ არ გჭირდება პროფესორობა. იქ არ გჭირდება რაღაცა ჩარჩოებში ჩაჯდომა, წარბისაწევა. იქ მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. და ძალიან კომფორტულად გძნობ თავს. და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. და ვისვენებ. არასაც ქვია ვისვენებ. გარდა ამისა, ცხენთან ურთიერთობა ეს ცოტა განსხვავებულია, ხა ყოველი ცხოველი, მე ცხოველის უყოლთვის მიყვარდა და მყავდა უყოლთვის ძაღლი სახში, მაგრამ ეს სხვა რამეა. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძაღლი, როდესაც მოგეგდება კარებში, რომ შეხვდება კულს, გააკიცინებს და შემოგახტება და აქტლიკავს, ეს უკვე რაღაცნაირად ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. იმიტომ რომ ეს რაღაცა გათავისებული გვაქვს ჩვენ უკვე ადამიანებს, რომ ძაღლმა ასე უნდა მოიქცეს და სხვანაირად თუ მოიქცეს, ეს უფრო გასაკვირია. და აი ცხენი რო გამოხატავს ემოციას შენ ხმაზე, შენ იმაზე, ეს ცოტა სხვა რაღაცა არის. იმიტომ რომ ცხენგან განსხვავებით ძაღლი არის მტაცებელი. გამიგეთ? და მტაცებელის ამოცანა რა არის ცხოვრებაში, რომ საჭმელი, ასე ვთქვათ, მიიღოს. მოიპოვოს. ეს მაგისი ძირითადი პრობლემა ეგ არის. ამიტომ ნებისმიერ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ერთი ლუკმაპური გადაუგდოს ძაღლს, ის ძაღლი უკვე უკან გაყვეს. მიელაკუცება ყველანი. ცხენი მასე არ არის. ცხენისთვის კვების მიღება პრობლემა არ არის. ის თავს დაყოფს და ბალას მოწოს. ცხენს სჭირდება ურთიერთობა. ადამიანური ურთიერთობა. აი მაშინ არის უკვე ის შენი.
აი მე ძალზე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ მე ბევრი მყოლია და მგონია რომ ძალიან დიდი ერთგულება იცის საუბნა. არა, მაგაზე უდაოდ, მაგაზე მე არ მითქვა რომ ერთგულება არ იცის, ზაღზე ერთგული არაფერი არ არის. მაგრამ მაგისი შეჩვევა და მაგისი ასე ვთქვათ ერთგულად გახლა, იმიტომ რომ ზაღმა არ იცის თქვენ ვინ ხართ. მენეჯერი ხართ, კლინიკის დირექტორი ხართ, პროფესორი ხართ თუ ელემენტალური, რა ვიცი, უმუშავარი ადამიანი, იმას ერთნაირად უყვარხართ, იმას არ უყვარხართ არაფრის გამო. გამიგეთ? ცხენი ესე არ არის. არა, ცხენიც მასია, მაგრამ ცხენს სჭირდება ურთიერთობა. ზაღს შეიძლება აჭამო მოეფერო, ეს საკმარისი იყოს. ეთამაშა? ხო. რა ქვია თქვენ ცხენს? მამბა. მამბა? და ჰოლანდიელია, ხო? შავია. ხო, ნუ ლოგიკით დავაკავშირე. ჰოლანდიელი ცხენი. ფრიზი. და წეგან ახსენეთ, რომ ერთი თვე იყო გზაშიო. ხო. აი როგორ ხდება ჩამოყვანის პროცესი, მოკლედ რო გითხრათ? ეს არ არის მარტივი. ვინც კარგი ცხენით არის დაინტერესებული და. ვინც კარგი ცხენით არის დაინტერესებული, არის კომპანიები, ეს შეიძლება რუსეთშიც იყოს ასეთი კომპანიები, ახლა რუსეთიდან გაცილებით უფრო მარტივია ვიდრე უცხოეთიდან. იმიტომ რომ აი ეს რასაც ქვია каранტინი და ასე ვთქვათ შემოყვანის ოფიციალური გზები ბევრად გამარტივებულია. ალბათ სპეციალური ცხენსაშენებია, ხო? ცხენსაშენებია, იმის და მიხედვით რა მოთხოვნა გაქვს, რისთვის გინდა, რა დანიშნულებისთვის გინდა, ახლა ცხენი მინდა, ეგრე არ არის. ეს სპორტული დანიშნულებისთვის მინდა, ხობი კლასისთვის მინდა, თუ ელემენტალურად რომ ცხენი მინდა, ლამაზი, შოუ ექსტერიერი და ასე შემდეგ, მაგის მიხედვით ხდება შერჩევა. და არის იქ სპეციალური ადამიანები, რომელიც ამაში გეხმარებიან, ბუნებრივია ეს თავის გონორას ამაში იღებენ და გირჩევენ. და გარდა ამისა, მანდაც არის რასაკვირველია, ბევრი ასე ვთქვათ, ტყუილიძე და ასე ვთქვათ, უკაცრავად სიტყვისა და რაღაცას შემოგიგდებენ ისეც. ხო. რეალურად კაი ცხენის ყიდვა თუ გინდა, უნდა ჩახვიდე ადგილზე ნახო ის ცხენი და არა უნდა იცოდე ალბათ. ხო, და არა ერთი დღე უნდა დააკვირდე, იმიტომ ერთი დღე შეიძლება რაღაცა ვთქვათ, ძალიან ემოციურ გიშ ცხენს წამლები გაუკეთონ და იყოს ისეთი ძალიან შვიდი და ისეთი და რო ჩამოიყვან, მე შეიძლება ისეთი გახდეს, რომ დაგამტვრიოს, ხო? ხო. ამიტომ იქაც დაკვირვება არ არის ეს მარტივი. ისე რა ასაკშია ცხენთან ურთიერთობის დაწყება, ესე ვთქვათ, რეკომენდირებული. ადამიანისგან თუ ცხენთან? ადამიანისთვის ესე ვთქვათ, რომ ცხენი კარგად მიიჩვიო. გაღიაროს როგორც მისი ცხენის ასაკს ამბობ თუ ადამიანს? ცხენის ასაკს ხო? ცხენის რასაკვირველია ალბათ წლამდე ხო? კი, თუმცა იშვიათად ხდება მასა. იშვიათად ხდება მასა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ეგოისტურად უყურებთ ამ საკითხს ადამიანები. რატომ? აი უყურეთ, ეხლა მე ვიყიდე რო შევიძინე იყო 8 თვის. ბევრი 8 თვის ცხენს არ იყიდის. და რატომ? იმიტომ რომ 3 წლიდან ხდება ცხენის გახედნა. ანუ 3 წლიდან ხდება ცხენზე რომ შეიძლება რომ შეჯდე, გამიგეთ? და ის 2 წელიწად ნახევარი ის ცხენი უნდა შეინახო იპოდრომზე, რომელსაც თავისი ფინანსური ხარჯი აქვს და ბევრს ან ეს ფინანსური ნაწილი აპყოლებს, ამ ბევრს ელემენტად არ უნდა ამ ლოდინის და ურჩევნია შეიძინოს ცხენი უკვე მზად ყოფნაში და ის გამზადებული. მეორე არის კიდე სპორტსმენები როგორ იძენენ ცხენს, იმიტომ რომ სპორტსმენი ცოტა სხვანაირად უყურებს ცხენს. ის უყურებს იმას არა როგორც პარტნიორს, იშვიათია რომ სპორტსმენმა როგორც პარტნიორს შეხედოს ცხენს, ზოგადად უყურებს რომ ასე ვთქვათ, გამოიყენოს იმ მიზნებისთვის, რისთვის ხო, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ადამიანებს, რომ ის არის ცოცხალი არსება თავისი ემოციებით. და თუ ცხენი არის ემოციური გაგიჟებული, ეს ძირითადად ადამიანის ყოფილა რომ დაი დიდხანს არ გინახავთ თქვენი ცხენი და რომ მიდიხართ რა რეაქცია აქვს ცხენს, იმიტომ რომ მე მინახავს ჩემთან სოფელში და მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სასწაული მომენტია ეგ როდესაც ცხენი დიდი ხნის უნახავ პატრონს ნახავ. მოდით ასე გეტყვი, ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ჩემი დილა იწყება იმით რომ მივდივარ იპოდრომს. ყოველი დილა? ყოველ დილას. ერთი დღე გვაქვს ასე ვთქვათ გამოყოფილი ხუჩაბათი, როდესაც ცხენიც ისვენებ ჩემგან და მეც ვისვენებ მისგან. ანუ ერთი დღე უნდა კონდეს, როგორც ადამიანს აქვს კვირა, ისე ცხენს უნდა კონდეს, რომ არავინ არ შეაწუხოს. პირადი სივრცე. პირადი სივრცე, მოდი დავარქვათ ახლა ტრენდია დღეს ეს პირადი სივრცე. თუმცა მართლა გითხრათ არ მესმის რას ნიშნავს ეს პირადი სივრცე. ხანდახან ოჯახში რო იყვნენ ხოლმე ცოლ-ქმარი, მე ჩემ პირადი სივრცეს რა არის შენი პირადი სივრცე? დისტანცია დაიცვა. ხო. ერთი დღე არ ვნახო. ხო, თუ ოჯახი ვართ, რა პირადი სივრცეზეა საუბარი, ხო? ხო, ნუ დაუბრუნდეთ ცხენის თემას. ყოველ დილით მივდივარ, გამომყავს, ვავარჯიშე მყავს ადამიანი დაქირავებული.
რომელიც ასე ვთქვათ, რწმნის ამ ცხენს, იმიტომ რომ მაგასაც თავისი ცოდნა საჭირო. და გარდა ამისა, იმ პერიოდში რომ ხო შეიძლება რაღაც ამ დილით გქონდეს ისეთი ოპერაცია დაგეგმილი, რომ ვერ ვახერხებს იპოდრომზე მისვლას, მაგ პერიოდში რომ ვიცოდე, რომ ცხენი არ არის თავლაში გამოწყრული და ვიღაცას გაყავს, იმიტომ რომ ეხლა ის 4 კედელში როცა არის ცოცხალი არსება 2-3 დღე ელემენტალურად ცოდუა და ფსიქიკაც ეცვლება. რა თქმა უნდა, ხო. თქვენს მეორე ჰობზე, მოტოზე. ხო, მოტოციკლეტიც მასე მომივიდა სხვათა შორის, ეგეც მაგ პერიოდში დავჯექი პირველად. 50 წლის. ხო. მოტოციკლეტიც ძალიან მიყვარს. სულ ამბობ, რომ მე იწყება თქო ცხოვრება თქო და ძალიან მიყვარს მოტოციკლეტი, მართალი რომ გითხრათ, მე ჩემი რომელი მოვიდა ბატონო რამაზ. როგორ? რომელი მოვიდა პირველი? მოტოციკლეტი. აჰა. მოტოციკლეტი, მაგრამ რა არის იცით, მოტოციკლეტი ისეთი რამ არის, რომ მან ბავშვობიდან უნდა იყო. ახალგაზრდა ასაკიდან უნდა იყო. იმიტომ რომ უკვე ჩვენ ასაკში ბევრ რაღაცას ვფიქრობ. ბევრ რაღაცას ერიდები. მოდუნებული ვერზი ხარ მოტოციკლეტზე. ეხლა მე მაგალითად სახლიდან გავდიოდი, პირჯოლს დავიწერდი, სახალში მოვიდოდი, პირჯოლს დავიწერდი და მეთქი ამისთან არც მოტოციკლეტი მინდა და არც არაფერი. შეეშვით ამ. ხო, მithum რისკები ახლავს, რასაკვირველია, მაგრამ თან ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ეს მოტოციკლეტის კულტურა იმდენად არ არის. არც თვითონ ვინც მოტოციკლეტს ატარებს და არც იმ მძღოლების იმ და მან ისეთი რამ არის რომ ახლა მძღოლები ვართ აქ ყველა ჩვენ ყველა ვატარებთ მანქანას ხო ახლა ავარია არავის არ გჭირდება და არავის არ გვინდა მაგრამ მოტოციკლის ელემენტარულად სარკერო გაგკრას ვიღაცა და როგორც წესი გზას არ უთმობთ ხოლმე ჩვენ მოტოციკლეტებს რატომღაც არ მიგვაჩნია ისინი მოდი ასე ვთქვა ადამიანებად არა და ზოგს ისეთი მოტოციკლეტი შეიძლება ჩემ მანქანაზე ჯვირი იყოს ხო და ელემენტარულად რომ სარკე მიარტყა ის შეიძლება ადამიანი დაამტვრიო და ამიტომ მე მოვიშორე გავყიდე მოტოციკლეტი ჩემ მეგობარს მოვიდა ერთი არა ძალიან რისკის შანსი როდესაც მანქანა გადაუჭრა თქო YouTube-ზეც არის ეს ვიდეო სასწაულებრივად გადარჩა ჩემი მეგობარი აი გადაჭრა მანქანა ერთულა ხაზი ეს მოდიოდა ეს და კატიდან და აყირავდა ну აი ძალიან დიდი სიმწრე ჭირდება ამ დროს რა თქმა უნდა და ასევე თვითონ შეგნების ჩამოყალიბება და მენტალიტეტის ჩამოყალიბება რომ ესეც პირიქით ეკოლოგიურად სუფთა შეიძლება არა მაგრამ ეკო-ფრენდლი ეგრეთ წოდებული ტრანსპორტია და ახლა მაგალითად ევროპაში რო ვიყავი იქ სპეციალური ასე ვთქვათ გამოყოფილია ზოლი სადაც უნდა იაროს მოტოციკლეტმა სადაც უნდა იაროს ავტობუსმა სადაც უნდა იაროს ასე ვთქვათ ხა ჩვენთან კი და ეხლა დაიწყო ეგ მაგრამ ისე არ არის ჯერჯერობით ეს კულტურა და მე ახლა მოტოციკლეტის არსი რა არის რომ მანქანებს შორის გავიდეს სწრაფად და გავიდეს ანუ იქ მანქანებიც რო ჩერდებიან ზოლში ისე ჩერდებიან რომ მოტოციკლეტის დასავლელი დარჩეს ჩვენთან ეს არ ხდება გარდა ამისა ახლა არ ვიცი მე რამდენჯერმე შემიმჩნევია და მინახავს მანქანა როცა საცობშია გაჩერებული უცებ არაფრის გამო გააღებს მძღოლი კარებს ბოდიში და ან გადააფურთხებს ან რაღაცას და მაგდროს მოტოციკლეტი რომ მოდიოდეს ამოტრიალდება იმის გაღებულ კარებზე ხო? ნუ აქ ეს ჯერჯერობით მე მგონია რომ ნელა მაინც პროგრესი გვაქვს და ამას პირველ რიგში ვზნობ აი ზებრახაზებზე ადამიანების გადატარების კულტურით ადამიანების ხოველებიც გადადიან უკვე ზებრაზე რომელიც ალბათ 10-12 წლის წინ აბსოლუტურად მიუღებელი იყო მე მყავდა საქართველოში ცხოვრობდნენ ბელორუსი კოლეგები და ისინი შოკში იყვნენ სწორად გამიგი ანუ იცოდნენ რომ არავინ არ აჩერებდა ზებრა ხაზზე მანქანას არავინ არ გააჩერებდა და იქნებოდი მსხვერპლი თუ გადახვიდოდი დღეს სხვათა შორის იყვნენ შემდეგ ჩამოსული და თქვენს რომ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს ამ კუთხით ამაში ბევრ აქტივისტს აქვს ისეთი დამსახურება ერთ-ერთი ჩემი მეგობარია გოგა ჩანადირი და ძალიან დიდ პრომოუშენს უწევდა ამ იდეას და მადლობა მას კიდევ ერთხელ ბატონო რამდენი ხნის მანძილზე იყავით ამ ხობით დაკავებული მოტოციკლეტით და რაიმე ექსტრემი თუ გადახდა არა ექსტრემი საბედნიეროდ არ მქონია 5 წელი ვიყავი ამ ხობით დაკავებული ეს ხობი ახლა სტილის მოტო ყავდათ კაფე რეისერი BMW-ს R90 სხვათა შორის კაი მოტოციკლი რომელი ბრენდი იყო BMW R90 სხვათა შორის მანდაც სასწაული მოხდა ერთ-ერთ მაღაზიაში სადაც მე შევიძინე მივედი მოტოციკლეტის შესაძენად საქართველოში და მივედი როგორ
რომ საერთოდ არ ვიცი მოტოციკლებზე, საერთოდ. მარტო აი ესე კინოში, ტელევიზორში და სურათებზე მაქვს ნანახი. просто მომინდა რა გავაბდექე და წავალ ვიყიდი მოტოციკლებზე მეთქი რა. რა კაი გადაწყვეტილება, აი გიჟდები. ხო. და წავალ ვიყიდი ტელეფონს. ხო. და მივედი მაღაზიაში არ მინდა დავასახელო უბრალოდ. ჩემი მეგობრები იმუშაობენ უკვე. მაშინ ახლა მეგობრები არ იყვნენ. და ხარ მე მოტოციკლეტი მინდა და ერთმა კითხვა. ესე იგი, მიცა იმან საშუალება, რომ ჩემთვის შემოეთავაზებინათ ეს ბილად ვრაპარაკობ, ყველაზე ძვირად ღირებული მოტოციკლეტი. შემოეთავაზებინათ. ხო. სხვა სიტყვა შემეძლო მე. ხო, ერთია. უბრალოდ. ანუ კითხვა დაუსვი, უკანასვლა როგორ აქვს. და აი ამაზე რომ დამიჭირეს. всё. უკვე შემომთავაზეს ისეთი, მაგას შემოთავაზება ახლა მე კულტურულადაც ვთქვი, რომ ფანაერად ქვია. შენ შეკერილიო. ხო. შემომთავაზეს ისეთი მოტოციკლეტი, რომელიც ხო. თქვენ შეითავაზეთ. მე შეითავაზე. თქვენ შეითავაზეთ. მაგას ქვია. აი, რაკოდების მენეჯერი. კი ბატონო. თემოსი ხო მაგ კი, თემოსი, აი, თემო შეემთხვა პრობლემას, სხვა შორის, აი, თემოს რო შეემთხვა პრობლემა და საბედნიეროდ სუბუქად გამოძვრა და ლავიწის ძვალი დაინტრია, მაგრამ მაინც ოპერაცია დაჭირდა, აი, მაშინ ერთ კვირაში გავყიდე მეც უკვე მოტოციკლეტი. აი, ძალიან რისკი შემცველი არის ნამდვილად და ექსტრემალური სპორტი. არა და მე ხა ვფიქრობ, ხო იცი, მართვის მოწმობის აღებას. ბავშვობაში მყავდა 16 წლის ვიყავი, ჩემ მამიდაშვილმა მათქვა იავა მყავდა და მე ბავშვობაში სულ რაღაც პატარა ინციდენტი მეც მომივიდა. მამაჩემის მოტოციკლეტი. ის მე ჯერ არ ყოლია, მაგრამ მინდა რომ მყავდეს და რა არის იცით? კაცო ერთად ვიარო. კი. მეც მეყოლება ალბათ სხვა ცხოვრებაში. ბატონო, რამაც რა მაინტერესებს, საზღვარგარეთ ან საქართველოში შეიძლება მოგზაურობის დროს თუ გაგიცნიათ ისეთი ადამიანი, რომლის ერთმა წინადადება მეთმა სიტყვამ რაღაცა აი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და თითქოს რაღაცაები შეცვალა თქვენ ცხოვრებაში. მედიცინაში კი. მედიცინაში? მედიცინაში კი. მე საკმაოდ ისეთი აი მეგობრები მყავს. როგორც ევროპაში და ასევე რუსეთში სხვათა შორის. მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიმართულებით ძალიან კაი ბიჭები, პროფესორები მუშაობენ. და ჩვენ ხშირად ურთიერთობა გვაქვს უკვე არა მხოლოდ მარტო იმითი რომ ჩავდივარ და კონფერენციაზე ერთმანეთს ვნახულობთ, არამედ იგივე როდესაც რაღაცა რთულია დღეს ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტერნეტ ლაივი ჩავხდოთ ოპერაციის მსვლელობის დროს და ოპერაციის მსვლელობის დროს გირჩიოს იმ ადამიანმა რაღაც, ხო? მეც კი უყურებ მაგ ლაივებს. ეხლა მე სხვათა შორის არ ვარ იმ ამბიციების ადამიანი, ამბიციები როგორ არა მაქვს, მაგრამ მე ასე ვთქვათ, ვცდილობ რომ ის რაღაცა სწორ ჩარჩოებში თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ამბიციები ჩავსვა და მხოლოდ ის ამბიცია ეხმარებოდეს ჩემ განვითარებას და არა იმას, რასაც ვქვი ახლა რუსულ სიტყვას ვიხმარ სამადურსლა, ეს ცოტა სხვა რაღაცა ამბიციებია, როდესაც შენი თავი გონია ყველაზე ჭკვიანი, ნამდვილად მაგ კატეგორიას არ განვეკუთვნები და მე შემიძლია ელემენტარულად ოპერაციის მსვლელობის დროს თუ რაღაცა ჭკვიანური სანიტარმა მითხრა, იმას დაუჯერო და იმისი ასე ვთქვათ შეხედულება გავითვალისწინო. ხო, ასე რომ ეს ურთიერთობა რასაკვირველია გვაქვს. ეხლა რომ გითხრათ, რომ რადიკალურად რაღაცა ჩემ ცხოვრებაში ვინმე ჩემმა უცხოელმა მეგობარმა შეცვალა, ნამდვილად მასე არ არის. იმიტომ რომ რა არის, იცით, უკვე როცა ხვდებით და მით უმეტეს ჩემ ასაკში, იქ უკვე ჩამოყალიბებული სტერეოტიპებით ადამიანები ხვდებით ერთმანეთს. გამიგეთ? და ამიტომ იმისი ნათქვამი, გინდათ ჩემი ნათქვამი იმისთვის, უკვე იმ სტერეოტიპის შეცვლა ძალიან ძნელი არის უკვე 50 წელს რო გადაცდები ადამიანი. თუმცა მე ყოველდღიურად ვიზრდებით ადამიანს. არა, გაზდა სხვა რამეა, მაგრამ აი რაღაცა ვიღაცის ნათქვამზე და ასე ვთქვათ, იმან მე დამიყოლია რაღაცაზე, ასეთი რაღაცა მესმის. კი, თათა ბლიცზე ბლიცზე გადავიდეთ. გადავიდეთ ბლიცზე მე მგონი. გადავიდეთ ბლიცზე ძალიან საინტერესო საუბრის შემდეგ. ღვინო თუ ლუდი? არც ერთი. ალკოჰოლს არ სვამთ საერთოდ. მეგობრები მეუბნებიან, რომ ჩვენ ახალწლის ღამეს უფრო მეცვად ვიდრე შენ წელი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, მეც თქვენზე მეცვამ. ხანდახან თუ რაღაცას ერთ მას 50 გრამი ან კონიაკი ან ვისკი. აჰა, გასაგებია. კონიაკი თუ ვისკი? კონიაკი. გასაგებია. თა თუ ზღვა? თა.
ცხენი თუ მოტოციკლეტით ხო პრინციპში აღარ გკითხავთ. ეგ ტყუილი კითხვა. ტყუილი კითხვა. ფიზიკური ვარჯიში თუ წიგნები? ერთი მეორეს არ ცვლის. არ ცვლის ნამდვილად. თქვენ რომელი გირჩევნიათ? თუ ორივე? ორივე უნდა იყოს ახლა ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებაში. კი ბატონო, საფხული თუ ზამთარი? საფხული. ფილმები თუ სერიალები? ფილმი. სცენარები უფრო მოგწონთ რაღაც ფილმების თუ რეალობა რაც არის თქვენი რეალობა? სხვადასხვა მან როგორც ბლიძად ძნელია პასუხის გაცემა. კი ბატონო. მე ძირითადად დღეს უყურებ ძველ ფილმებს. აი მაგალითად რა პერიოდის? როდესაც ყველაფერი ვითარდებოდა. განვითარება. როდესაც იყო მე მოვესწარი ჩემი ახალგაზრდობა რა იმ პერიოდში, როდესაც მუსიკა მუსიკას გავდა, ფილმი ფილმს გავდა. ანუ ფილმიდან გამოგქონდა მთავარი რაღაცა გმირი არსებობდა დადებითი. და მაგაზე გავიზარდე მე. დღეს ეს აღარ არის. დღეს მთავარი გმირი რაღაცა უკაცრავად და ის არის, რა ქვია, აგრესორი, რომელმაც რაღაცა უნდა ნახევარი ქვეყანა ქალაქი გაანადგუროს, რომ და მაშინ კაი ტიპია. არა, მაშინ სხვა რაღაცა იყო. შინაარსი იყო. დღეს ეს ყველაფერი ძალიან, რა ვიცი. გადასარევი პასუხი. აღარ არის აღარც ფილმი და აღარც მუსიკა. იმდენად აი დააკვირდით თქვენ დღესაც ეხლა წამოვიდა ბოლო რამდენიმე წელი ტენდენცია ძველი მუსიკების, ძველი სიმღერების გარემეიკება. ესე იგი, ეს რას ნიშნავს? ახალს ვერაფერს ვეღარ აქვთ. კი, ნამდვილად. და რატომ ხდება ეს? დაფიქრებულ ხართ? ძალიან ცოტა თუ უქმნის რამე. არა, რატომ? იმიტომ რომ აი ახლა ეს ხელოვნური ინტელექტზე რო საუბრობენ ყველანი. ხელოვნური ინტელექტი მიზნობრივად გამიზნულია იმისათვის, რომ 90 მეტი თუ არა პროცენტი ადამიანებმა მოახდინონ დეგრადაცია. სრული ამ სიტყვის გაგებით გეუბნებით. დეგრადაცია. კი, ის 2-3 ადამიანი, ვინც ეს დანერგა და ვინც ეს გამოიგონა, ის რასაკვირველია. ჭკვიანი ტალანტი, რომ ეს მიაღწია და გააკეთა, მაგრამ ეს რო გაკეთდა, ამან ხელი შეუწყო დანარჩენების დეგრადაციას. იმიტომაც არის, რომ უკვე აღარც მუსიკა იწერება, აღარც ფილმის გადაღება არ ხდება და არაფერი. უნდა იყოს ადამიანური ემოცია მუსიკაშიც და ფილმშიც. ეგ როდესაც არ არის კომპიუტერზე გაკეთებული ფილმი ემოციის გარეშე, ის ფილმი აღარაა. გასაგებია. დიდი ქალაქი თუ პატარა სოფელი? დღეს უკვე პატარა სოფელი. პატარა სოფელი. მარტო მოგზაურობა თუ მეგობრებთან ერთად? მეუღლესთან ერთად. მეუღლესთან ერთად. შვენიერი პასუხია. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ბოლოს ჭიქას აი ეს ტრადიციული ამბავი პოდკასტის დასრულებას ძალიან საინტერესო იყო. გაიხარეთ, მადლობა თქვენ. წარმატებები. გაიხარეთ, თქვენს ასევე. Thank you.